ერთად წავიდეთ ჯიჯიში, რომელიც გაიხსნა ნახალავკაში და გვაღირსეს, როგორც იქნა და სხვაგან შორს წასვლა აღარ გვჭირდება, თუ რამე გვინდა ჯიჯიში უცებ გავირბეთ. არაფერი უცებ რა, ტრანსპორტი მინდა მაინც. იდეაში ფეხით ვნადოდოთ, ვერ გადავალ კინო საქართველოსთან. ცოტა გაჩერებაა, მაგრამ მაინც მეზარება ძალიან. ამიტომ ცოტა მოვწესრიგდეთ და წავიდეთ. უბრალოდ არავინ შევაშინოთ, იმ დონეზე მოვწესრიგდეთ, მეტი არაფერი განსაკუთრებული. ჩემი ვიზუალის გამო გიხდით, არ ვარ შესაბამის არც წასვლის განწყობაზე და არც არაფერზე, მაგრამ თავი ძალიან ავათრიე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ხო და ჩაიცი საყვარელო, კაი გოგო. ხო და წავიდეთ, ცოტა ეს თვალები თუ არ გამოვაცოცხლე მართლა ასე რაღაცა თლად სასოწარკვეთილს გავარ. ხო და ამოვანათოთ ცოტა და წავიდეთ. სხვათა შორის ამაზეც იყო გოგოებო სუფთა სახლში ფასდაკლები და თუ მოვხვდი იმაში, რა ქვია, სუფთა სახლში და თუ კიდე იქნება აქცია, აუცილებლად მინდა რომ ვიყიდო აუცილებლად, იმიტომ რომ ამას მივეჩვიე. სხვათა შორის ესეც მაქვს. რატო არ წავისვის პრინციპში არ ვიცი. აი ესეც მაქვს, რომელიც ვერ ვიტყვი რომ გადასარევია, მაგრამ ესე გარეთ რო გავალ და რაღაცა რო ამისათვის ღირს არის წასმა. ხო და ეხლა რატო წავისვეს ის წამესვა ბარე, მაგრამ არა უშავს. აი ესე საყოველდღიუროდ ეს მინდა ხოლმე რომ წავისვა, ოღონდ ნუ არა სამსახურში, აი ესე რა გარეთ რო გავალ აქვე ახლა. გაიმზადე მარიკო შენ, ჩავაცვი მარიამს. რადგან ასეთი უჟანგბადობა მაქვს და სუნთქვის პრობლემები, აქედან ვერ ვსუნთქავ, აი აქ საერთოდ სასუნთქი ასე მგონია რომ არ არსებობს, აი აქ მხოლოდ ამით ვსუნთქავ. სულ მგონია ხოლმე რომ ვაიმე გრიპი მაქვს და იმიტომ ვერ ვსუნთქავ აქეთ, მაგრამ ანუ არა ხალხო, საერთოდ რომ არაფერი არ მჭირს, ვერ ვსუნთქავ მაინც აქეთ. ხო და უკვე სერიოზულად ვფიქრობ რომ მივიდე კაცო ექიმთან აქ. საერთოდ ვერ ვსუნთქავ, რაც ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნის და მაქვს საშინელი უჟანგბადობა. ხო და ვნახავ ახლა იქნება ის მაქვს, რა ქვია. ადრე ეგონათ რომ გლანდები ხო არ გაქვთ და ჩემს ეგონა წარამარად სივდებიო და ახლა უკვე ფიქრობთ რომ პოლიპები მაქვს, რავი, გლანდი ადრე ვნახე და არაფერი ისეთი არ არისო, ექიმა მითხრა, თუმცა პოლიპებამდე ვეღარ მივედი და აუცილებლად უნდა მივიდე და ვნახო და თუ მაქვს ეს პრობლემა, ოპერაცია უნდა გავიკეთო აუცილებლად, იმიტომ რომ ვერ ვსუნთქავ ხალხო. შებადს გიდე მაქვს ან რაღაცა ისეთი რა, რაც ყოველ შემთხვევაში სუნთქვაში მიშლის ხელს. ფაქტია რომ ხელი მიშლება და თუ მივალ უკარგს ვიზავ და რაც მალე მივალ ხო უკეთესი. იმიტომ ხომ ხშირად აი ესეთი სუნთქვითი ის მაქვს. ეთყობა ეს ჩაიყარე ცხვირში და მაგიტო გიჭირს. ვაიმე, ჩემო ერთადერთოდა. ხო და რა მეჩჯავება, სიმართლე გითხრათ, მაგრამ მიყარე წამლები და რაღაცა დავათრიე სხეული რაღაცნაირად და რა ვქნადებ? გაგიშვა საათე? არა, ერთი წამი დედიკოს, სულ ერთი წამი არ დამიყარო ის. ხო და ესე მიჭირს მოკლედ გოგოებო სუნთქვა. ჰა, დედიკო, გაუში მაგას ხელი, რა გინდა? ვითომ არ ვაპირებდი წასვლას და დედალის ამინდა. ახლავე წაკისვა, მაგრამ ნუ ეხლა რომ მიანესითი რამეა რომ მაინც
დღეს გაიხსნა ჯიჯი 12 საათზე დარწმუნებული ვარ ლეჯო ხალხი სავარაუდოდ იქნება. რავი, ეგრე მგონია ყოველ შემთხვევაში უნდა იყოს. ან შეიძლება საღამოს მიასკნას ხალხი, მაგრამ არა მგონია, მგონი რომ ადრე მოილოს ხალხი მაგ რაღაცებს. საღიჭირა ზინი ქვიადე. აჰა, შენი ალისკა 1 2 3 4. ჩაც მიჯერ არ ჩამიცვამს, წადი იქ და წაის იმას გადაინაწილე. დედა, მე ვერ გადავი. სარკესთან დე, წადი იქ შენ მიქიდან გაძვერი. ამას რა ჭირს ამ ჩემ შტატებს რაღაცა სიმციმებს. მოდი ვარსკვლავი გავიკეთოთ, რადგან გონზეა რო რა უნდა ჩავიცვა, მაგრამ ახლა ვარსკვლავი მე რასაც ვიკეთებ ისეთი რამეა, მაინც ყველაფერს ვიხდება, მაგრამ ახლა შენისათვის აწავიღე. ანუ ვარ გადაობს და უყარა ხალხი მიშველეთ. მახსოვს რომ სადღაც ჩავალაგე და რა მინდა იცით კიდევ ხა ჯიჯიში არ იქნება სავარაუდოდ, მაგრამ რამე ორგანაიზერი მინდა, აი ეს საყურებს ვერ ვტევ ხალხო, ვერ ვტევ, ანუ რა გავაკეთო არ ვიცი რა. სულ საყურების პრობლემა მაქვს, აი სულ გაფიცებ ცად უნდა წამეხო, აი არ დარწმუნებული აი ეგ სადღაც არის და ვერ ვხედავ. დიდი ალბათობით აქ ჩავყრედი. ხო თქვი. მე ძალიან მიყვარს ჩემი კოსმეტიკის და რაღაცების დალაგება, თუმცა ეს დღეები ამისათვის არანაირი მოცლის თავი და დრო არავის არ ქონდა და მეორე ვარსკვლავს ვერ პოულობ, რაც ნიშნავს იმას, რომ ხალი არ მინდა და სხვა რამე გავიკეთოთ, თუ ვიპოვდი. და ის არის გოგოებო, ვერ მოვიცალე, მოკლედ გამელაგებინა და ცოტა არ იყოს აი ზედახურას რო ეძახიან ეგ მჭირს. მე კიდე არ მიყვარს ესე ჩემი აი ეს კუთხე არეულია. მე მინდა ყველაფერს თავისი ადგილი ქონდეს და ზოგადად აქვს ხოლმე, მაგრამ ეს დღები რაღაცა თავდაყირა მაქვს დაყენებული, ვერ გავიგე რატო. ეს ის ვარსკვლავია, რომელიც იმ დღეს გითხარით რომ უნდა გაჩვენოთ თქო და რავი, დამერწმუნებით რომ ძალიან ლამაზია. თან რატო მომეწონა, ძალიან პატარა არ არის და ყურზე ძალიან ნათლად და კარგად ჩანს რომ ვარსკვლავია და ყველაზე მეტად ეგ ხარია. და ეგ მომწონს, აი ძალიან მომწონს. ეს ისაყურე, რომელსაც თითქმის ყოველ დღე გავიკეთებ. სანამ არა მომბეზრდება და მე კიდე დიდად მომბეზრებები მაინც და მაინც ვერ გეტყვით. ამაზე ვგიჟდებოდი და დავკარგე მეორე, არ ვიცი სად არის, რავი, ვეღარ ვპოულობ და ძალიან მიყვარს ჩემი ნათი მაჩუქა და გული მწყლება, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რაღაცაზე ვიკეთებდი და უყურადღებო ადამიანი ვარ, ნეტა იცოდეთ, თურმე. რამდენი ხანია ეს ბეჭედი არ მკეთები, ეხლა არ ვიკეთებ რა თქმა უნდა, მაგრამ აი ძალიან დიდი ხანია ეს ბეჭედი არ მკეთები და ძალიან მიყვარს. იშვიათად მიკეთია ხოლმე, აი უფრო ასო თეთრი თუ მაცვია ზემოდან, ან რაღაც ამდაგვარი, მაშინ მიკეთე. რა სამაჯური? მე დედა ხა შენ იმებს ნუ მომკიდებ, მე ჩემ თავს გაფიცებ. ჩვენ ახლა გვინდა ჩვენი მუდმივი ბეჭდები. რასაც სულ ვიკეთებთ. სადა გვაქვს. ბიჭო, ასე როდის იყო ახლა მე ბეჭდებს ვეძებდი, აი შანსი არ არის. რაღაცა ძალიან არეულია და ჩემთლად ასე არეულს არ გავს და ეჭვი მაქვს ვიღაცას ხელი აქ ამაში ნაფათურები. ალბათ ვის უკვე კონციცით. ჩემი ამ ბოლო დროის ამოჩემები ბეჭდები. ვატყობ რომ ეს უკვე ბეზრდება. ესენი არა. აი, წავიღოთ. თუცე წავისვარა, მე რაღაცა ძალიან ფიქრთალი ვარ. არც იქით რო ვარ ხარ და არც აქეთ ეგეთი ტინტი ხო არ წავისვა, გისვია და გისვია უკვე.
სუფთა სახლში აი მჭაღარას არ გაპატიებთ რომ არ იყო ის რა ქვია აი მე ვარ სკოლზე გადავირი ესეთი ლამაზიც არ მეგონა ყურზე და დიდია და ძალიან კარგად ჩანს აუ პატარა ჩანდებოდა და მე მეგონა არ ჩანს კონტური მჭირდება ხოლმე უეჭველი გოგოებო იმიტომ რომ ანუ იდეა და არ ჩანს შემი ტუჩის პიგმენტი რომ ზოლი თუ არ გაუკეთე რაღაცა გაურკვევლობაა რაც აჯაბაჯა წავის მოცადეთ დავაძრო ჩემისა ხო თქვი ტყურად კი არ თქვა აჯაბაჯა წავის ცოტა ისეთი წასასმელი ამით ვერ ვისამხამო იმით მაქვს ყველაფერი არ გაყიდულა რადგან აქცია იყო დღეს და დღეს გაიხსნა არა მის თავი არ ამაკ კონტურის აუდედო ვერაფრით ვერ მოვიდა ჩემშანადუსტა რაც ხის დაფამინდა რაცებს გასაფორმებლად არ ვიცი რა მინდა დღეს რატომ მივდივარ ვერ გავიგე სიმართლე გითხრათ რასა ვიკითხე რა ჯიჯიშვილო სულად არ დაიძინე წამოხეთ წავიღოთ ჩვენი არ გამომიყენები ამიტომ გადავწყვეტე რომ დღეს წავიღო ჩემი მანერას ჩამოტანილი ხელოჩანთა რომელიც ესეთი საყიდლებისთვის განიკუთვნება განკუთვნილია და თავისი ჯიბი აქვს და ამ ჯიბეში შეგიძლიათ ჩადოთ ვუალა ძალიან პრაქტიკულია ეხლა რამე გადავიცვათ მოვემზადოთ საწაიღე მარიამ ამ წამს აქ არ გქონდა შვილო ამ წამს ხალხო ეჭირა ხელში ჩემი არ იყოს კაი ვერ ვიხსენებ შენ ხო არ გიშვილოს კლერუს თუ გადაღების საშუალება მექნება და არ იქნება გლეჯვა ხალხი რაღაცებს გადავიღებ აუცილებლად ქალბატონო მარიამ სად მიბრძანდებით სად მიდიხარ ჰაი მოვედით ჯიჯის გახსნაზე რატო გადავწყვიტე რომ გახსნაზე მოსულიყავი ვერ გეტყვით წითელი ხალიჩა იმდენი ხალხი იყო რომ არც მინდა ამაზე საუბარი საღებავები როგორც ხედავთ თუმცა ჩემი საღებავი არ იყოს სამწუხაროდ ხელსახოცების მრავალი არჩევანი კი ხედავთ აგერ ძალიან ბევრი ძლივს ვიღებდი მართლა იმდენი ხალხი იყო აგერ არის ჩემი საღებავი თუმცა შავი ფერი რა თქმა უნდა არ ბრძანდებოდა ძალიან დამწყდა გული მეგონა იქნებოდა თუმცა გახსნის დღესაც კი არ გახლავთ შავი ჩემი საყვარელი კუთხე ეს ხის დაფები და რაღაცები გიჟდები ვაფრენ ისე მიყვარს ძალიან ბევრი ვარჩიე რომელი მინდოდა ეს ძალიან მომეწონა სხვათა შორის და არა მხოლოდ ეს თუმცა კოდებს არ ემთხოვდა ფასები და როგორც ჩანს ძალიან მალე მივედით თითქოს გახსნიდან მაგრამ არეულობა იყო გადავირი ამაზე ჭკუა მეკეტება ცომისათვის იმედონებზე ვიდა რომ ვიყიდო აუცილებლად ვიყიდი თუმცა ახლა ნამდვილად არ ვაპირებდი 45 თვილარის მაგაში გადახდას სხვა გეგმები მქონდა ну ეს ჩემი კუთხე ხო იმდენი რამე მაგ სახში რომ აღარ ვაპირებდი ამის ყიდვას გულები წამოვახოხიალეთ საკმაოდ ბევრი რაღაც არის და ძალიან მომეწონდა ვულოცავ ნახალ უკას ჯიჯის გახსნას თებშები დავათვარიელე თუმცა თებშებს არ ვიყავი წასული ამიტომ არ გავიგიჟე თავი ხამების ყიდვისათვის ხო იცით მე როგორ მიყვარს ეს რაღაცა ოვალური რაღაცები გიჟდები ისე მიყვარს
ვერ ვიტყურ ძალიან ბევრი არჩევანი იყო ჭურჭელი ნაკლებად. ხო, საკმაოდ ბევრი არჩევანი იყო პამპერსების და ყველაფერი არის, აი, რაც კი შეიძლება რომ თავში ასრად მოგივიდეთ, ყველაფერი არის, უბრალოდ ბევრი რამის გადაღება ვერ მოახერხე ხალხო, გადატენილი იყო ყველაფერი. აი სექცია იყო, სადაც ხალხი არ იდგა. ანუ მე ასე რომ ვიდექ იმ გონი რიგში, ამაზე არც მინდა საუბარი. ეს ჩემი სახის კრემი, რომელსაც ვიყენებ 4.95. თითქმის ყველგან იგივე ღირს. ხო, ეს ვიყიდე სხვათა შორის სამგზავროდ ძალიან კარგია და ვიფიქრე რომ ერთსაც წავიღებ თქო და ერთსაც წამოვიღე, თუმცა ისეთი მაგარი სუნი ქონდა, მეორეს აუცილებლად შევიძენ, ან მესამესაც. ვნახოთ, აქ გამიჭედა კამერამ და რაღაცა ბუნდოვანი და ბურუსია. ხო და მარიკოთი ხა როგორი ასარჩევი იყო ამ ჭედოში, მოგიხსენებათ. რატო არ მეგონა ამდენი ხალხი ვერ გეტყვით. ტესტერები მინდოდა მეყიდა და რა თქმა უნდა დაკეტილი იყო და მე რა ვიცი ვერ გავაღებინე, ვერ ვიპოვე, ნუ ისეთი ქაოსი იყო, მოკლედ ამ ამბავს სხვა დროს მივხედავ. რაღაცა სუნამოები მაინტერესებს და დავტესტავ. აქ თმისამაგრების არჩევანი იყო საკმაოდ კარგი, დიდებისათვის უფრო მეტად. აი ეს სილამაზე ვარდისფერი წამოვიღე. ძალიან მომეწონა, რაღაცა ხასხასა იყო. ხო, ესეც გამოვაყოლე ხელს, რატომღაც გადავწყვიტე რომ ვიქალო და ამი დავიმუშაო ხოლმე ეს თვალის ირგვლივ რო ვისვამ და ვნახოთ, თუმცა მე ხელით უფრო მომწონს. ძალიან მომეწონა ეს კუთხე, ძალიან დაბალი ფასები იყო და გამოვშტერდი მართლა, იმიტომ რომ ეს სანთლები, რომელიც ღედა სულ რაღაც 2 ლარი სხვა მაღაზიაში ბევრად ძვირია და ძალიან გამიკვირდა. ეს საბოლოოდ ეს ავარჩიე, იმიტომ რომ ძალიან ლამაზია და ძალიან მომწონს ეს რაღაცა მიგრიხილ-მოგრეხილები. რეალურად რის წვიდა მინდოდა ზუსტად არც ვიცოდი. თითქოს ერთი რაღაცისთვის წავედი და მე ნუ მოკლედ. აქ როგორც ხედავთ, საკმაოდ ბევრი რამ იყო. ხმით გადავიღე ხალხო მთელი ვიდეო, მაგრამ დამავიწყდა რომ მუსიკა გუგუნებდა იქ და დამიბლოკავს YouTube-ი, ამიტომ მომიწია გახმოვანება, თორე ყველაფერს დეტალურად გიხსნიდით. მინდოდა მეყიდა, მაგრამ არ ვიცი, გადავიფიქრე. ხო, ამას ფასი არ ეწერა და მე აღმოვაჩინე ამის ფასი, მაგრამ აქ არ იყო. ჩემი პერსილი, დიდი ღირს 25 ლარი და მე ბევრად ძვირად ვიყიდე პატარა. ხო, ეს არიელი მინდოდა ძალიან კუბიკები, მაგრამ არ ქონდათ და გამიკვირდა ცოტა. აქ უკვე გადაიღალა მარიამე. ჩემი საყვარელი კუთხე მიუახლოვდით. მაგრამ კიდევ კარგი ეს რაღაცა ვეშაპი დიდი არ წამოვიღე ხალხო. ხო, აი ეს მინდოდა მეყიდა და მე ესეთი ხალხმრავლობა იყო, ვეღარ მივბრუნდი. ეს მინდა მოკლედ ვიყიდო, უფრო კომფორტული მეჩვენება, ვიდრე მე რომ აქვს ის რაღაცა დიდი ვეშაპი. აქ ვარჩევდი, ერთი წუთი დედიკო, ვარჩევდი და საბოლოო ჯამში მე ნახავთ რომელიც ავარჩიე მოკლედ. ესეთი მეც კი მაქვს სახლში. კი ხედავთ, რა ვიცი, ძალიან ბევრი რამ არის. ძალიან მინდოდა, თუმცა მე როგორც მინდა არ ქონდათ, ჯერ მეგონა რომ არ ქონდათ, მე აგერ აღმოვაჩინე რომ ქონდათ, მაგრამ რატომღაც 45 ლარის გადახდა არ მინდოდა, იმიტომ რომ აქციებში ბევრად დაბალი ფასია ხოლმე სხვა მაღაზიების აქციებში, ამიტომ მე ესთვის შემოვინახე. ეს ხალხო იმხელა იყო, რომ მე ჩავეტეოდი, არ და პატარა ჩანს და მე სხვა ვარჩიე. ცომისათვის იდეალური. გადაირევით ხალხო იმდენი დეზოდორანტი იყო და აი ვინც რექსონაზე ზიხართ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გაიქეცით, იმიტომ რომ ძალიან დაბალ ფასში იყო. ჩემი საყვარელი საფენების კუთხე, ესენი ყველაზე მეტად მიყვარს always-ი ღამის, ანუ ყველაზე მეტად ხო ღრუბელიც ვიყიდე. აი ეს ვარდისფერი, ესეც ძალიან საინტერესო იყო, თავისი ღრუბელი და ეს თავის შესაფუთში, ეს ვიყიდე საბოლოოდ. ხო, ავარჩევინე რომელი გინდა თქო და ამაზე დამიდო ხელი. სხვადასხვა სახეობის, ასე ვთქვათ, საფენები და რაღაცები წამოვიღე. დაინტერესებს რა როგორი და რანაირია. ხო, მე როგლეჯოაზე გადავიხადე და შოუდოში არ ბევრად ნაკლები ხირდა, მაგრამ ახარ ვიყიდე, იმიტომ რომ სულ ახალი მაქვს და მე რეცი როგორი.
არაფერი ფეირი თითქმის იგივე სადაც ყველგან და ვიცი არ გავიქცე თავი ესეც ყველგან იგივე თითქმის მაგრამ აი წამოვიღე ორი ცალი წამოვიღე ხაც აკეთებ ისე მოგეწონა რომ ბოლოს ხო მოკლედ ეს ვიყიდე გოგო დაუბრუნდით ჯიჯიდან უკვე დავტესტე და შემდგომ ძალიან მოწონდა რომ გახსნის დღეს წავსულიყავი აი რატო გადავწყვიტე რომ ჯიჯის გახსნის დღეს სულიყავი და მიყიდა ის რაც ყველა მაღაზიაშია და არც არაფერი დიდი განსხვავება ახლა ისეთი რომ თავი მომეკლა და 500 კაცი რიგში ჩამდგარიყავი ვერ აღარ იკრებოდა სხვა მომეცი აქ დაგაკრა რომელი იყო აბა რომელი აიღე ის აი ეს არა ის რომელია რომელსაც მოდი დაგაკრა მოდი მოიცით ერთი დავაკრა ეს თორე არ მომასვენებს მაინც მოდიდე ვუალა მოგვრუნდიდეთიკო ასე ანუ ბავშვი კი არა მეც კი ვგიჟდები ამეებზე ხალხ ისე მიყავს საკუთარ ძალიან ბევრი არა რა ხეთ ეს სამდენი ერთადროიდო კარგი მოკლედ დავბრუნდით როგორც დაგვინახეთ დიდი ოჯახი 52 ლარი და 15 თეთრი გადავიხადეთ და ეხლა ვნახოთ რაები შევიძინეთ დედიკო მომენტანე ეგვედრო მოკლედ ძალიან დიდი პრობლემა მაქვს იატაკთან დაკავშირებით და ის სულ პრობლემა მაქვს აი მოსაწმენდები ხან ჯოხი ტყდება ხან ის არ მომწონს ხან ის არ მომწონს აზი არ არის როგორი გამოდგება მადლობა და აზრზე არ ვარ მართლა არ ვიცი როგორი გამოდგება თუმცა რეკლამში ძალიან მომწონს მაგრამ ხშირ შემთხვევაში რეკლამა სხვა და რეალობა სხვა ამიტომ არ ვიცი მაგრამ მომეწონა გეტყვით ანუ ჩატეა მომეწონა ის რომ სხვადასხვა განყოფილებები აქვს როგორც ხედავთ სუფთა წყლის იმის ამის ყველაფრის ცოცხალკე ესენი არ მომიღია და არაფერი არ ვიცი რა როგორ არის და რანაირად არის არ ამიწყია ანუ და რავი ძალიან მომწონს ქვემოდან უიდე დამსკედავკურები აგერ ქონდა შეგიძლია წყალი გამოუშვა თუ არ გინდათ რომ ასე გადმოასხათ მაგალითად და ვფიქრობ რომ ძალიან კომფორტული ამაში გადავიხადეთ 15 ლარი თუ 15 ლარი და რა ახლა ნახავ ზუსტ ფასს მოკლედ რა მეც მაინტერესებს ზუსტად რამდენი გადავიხადე მოკლედ რომ აგიხსნათ ვედრო იატაკის ჯოხით ხო 15 ლარი გადამიხდია ცოტა მეტი რატო წარმოვიდგინოთ არ ვიცი დავიწყოთ მოკლედ ცომისათვის თქვენ იცით რომ მინდოდა მეტალის ჯამი რამდენი ხანია ხო და როგორც იქნა ვიყიდე მაგრამ მოდი სხვა რამით დავიწყოთ ჯერ ნუ ის წინდები არაფერი განსაკუთრებული სველი ხელსახოცით დავიწყოთ სად არის საბავშვო ხელის ხელსახოცი ზოგადად ხელსახოცს მე პირადად კარგად ვიყენებ გადავიხადე ლარი და 95 აი ამ სულ ხელსახოცში სული კარგი აქვს დავიწყოთ შემდეგი ღრუბელი აბაზანის მარიკოსთვის ვიყიდე და არის ძალიან ფუნფულა და ღუნღულა გადავიხადე 2.35 და ძალიან მომწონს ეს ფერი რაღაცა ისე მემართება ამაზე ძალიან საყვარელია და ძალიან მომწონს ხო ანუ დიდია მაგრამ ანუ რეალურად დიდია მაგრამ რა ვიცი ხა პაწაწუნებით ისე ფიჭირო ყრიც არა მაგრამ რა ამიტომ ну ხა ეს დიდების უფრო ვიდრე პატარების მაგრამ რბილია ამიტომ არანაირად არ ეუხეშება ბავშვს კანზე აჩვენე ერთი წუთით რა საფენი ანუ ნახეთ ვიყიდე სხვადასხვანაირი საფენები ზოგი ღირდა 2.20 ზოგი ღირდა 2.35 ზოგი ღირდა 95 თეთრი ალბათ ეს იმიტომ რომ ახალი გახსნილი იყო და რაღაც არ ვიცი თუმცა მე ვერ გავიგე ის სად არის რომელიც ცოტა ძვირი მივეცი 5 ლარამდე თქმის რეაღეზე ვერ ვხედა აგერ ყოფილა კარგი მოკლედ დავიწყოთ რატო ვიყიდე სხვადასხვა არ ვიცი მაგრამ ალბათ მინდოდა დამეტესტა თუ რა ვიცი რატო გადავწყვიტე სხვადასხვა მაგრამ ვიყიდე
ოლათი დავიწყოთ, რომელია ოლა? ოლაში გადავიხადეთ, მეგობრებო, 2.20. ამაში გადავიხადე 3.75 და მე ვთვლი, რომ რაც კი გამოსულა, აი რაც კი მინახავს და რაც კი დამიტესტავს და ეს ამაზე მაგარი მე არაფერი გამომიყენებია. ეს არის ღამის და არის იდეალური. აი იდეალური ჩემთვის. ხო, დედიკო. ხო, ეს თითქმის 2.40 თუ რაღაც ხო. ეგრე გადავიხადე, ეს არის ყოველდღიური საფენი. არ არის ძალიან თხელი, ძალიან თხელებს რატომაც არ ვიცი, დიდად ვერ ვიყენებ პირადად მე. თუმცა ზოგადად რომ არ გამოიყენოთ ჯობია გოგოებო. ამაში გადავიხადე 95 თეთრი. რავი რა უნდა იყოს მეტა ეგეთი აზრი არა ვარ. აუცილებლად მოგახსენებთ როგორი იქნება და არ ვიცი ახლა ხიდა 95 თუ მერეც ეგრე ღირს თუ ფაზაკლება არ გაიხსნა იმიტომ ღირდა, მაგრამ ანუ გამიკვირდა ძალიან. პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ არის ძალიან დიდი, აი ყველაფერს თავისი სექცია აქვს და მართლა მახსოვანებული ვარ ბევრად დიდია. ასევე მინდოდა მეყიდა ხის რაღაცები, რა ჯამები და რაღაცები და პროგრამა ვარეულიო და უკან დავალაგე, თორე მინდოდა წავიმეპორციალებინა. რა დედა? ხო, შემდეგი. ეს ვთქვით. ხო, ალოესი წამოვიღე, მკვებავი, არის ძალიან პაწაწუნა და გადავიხადე ლარი და 85, არც ისე პატარა, მაგრამ ანუ იმასთან შედარებით რაც მე მაქვს, რა თქმა უნდა, ბევრად პატარა. ეს წამოვიღე იმიტომ, რომ ხანდახან არის ხოლმე რამდენი მეთხით გავდივარ, ხანდახან არის რომ ერთი კვირით გავდივარ თუ 2 დღით გავდივარ სადავე, მეზარება ხოლმე იმდენი რაღაცის ტარება, დიდების. ხო და ჩემი აზრით ეს არის ძალიან კომფორტული სატარებელი და სხვადასხვა არომატებით იყო და გადავწყვიტე რომ ვაიმე დედიკო რა გჭიშვილო ვაიმე ხა ჭხილი არ მოვიდე ხო და ვიდეოს ვიღებდი ხალხო მშვენივრად ბედინერად ავლაპარაკობდით ანგიხსნიდით და ისე მოხდა რომ ჩაეჭხირა ეს ისა რა ქვია მე მუსიკები ჩართეს და თამი ბული მქონა ვიდეო ეგრევე და მოკლედ მაგას გახმოვანებით დაგიდებთ მაგ კადრებს. აქედან ვერაფერი ვერ ვიგრძენი, მაგრამ მოდი. ვაიმე რატო მიჭირს უდნავ ჭხილი წამოიზდება თუ არა გოგოებო, აი ვეღარაფერს აღარ ვაკეთებ. ანუ აი ესეთი რაღაცების გახსნაზე უკვე ისა ვარ სრულიად ბეცი. ოპა, გაიხსნა. ვაიმე რა მაგარი სუნი აქ ახო. აბა უსუნე. დორ წამოვიღე მეორეს. უსუნე. ზუსტად ისეთი სუნი აქვს, მე რო ჩამომიტანა, მაშინ ნიმ სახის მკობავი. ფანტასტიკური სუნი აქვს და დიდი ალბათობით ჯიჯიში მოხვდებით ვარ ერთი ხუთსას. ხუთს არა, მაგრამ ერთი ორცას. ეს მინდა გავხსნა შემდგომ. არ გახსნა. კარგი. ასე რომ რა ვიცი, ისეთი მაგარი სუნი აქვს, რომ რა გითხრათ. შენთვის არ გახსნა. შემდეგი ვიყიდეთ მისამაგრი, რომელშიც გადავიხადე 2 ლარი და იმდენად ლამაზია, რომ რაღაც უფრო მეტი მეგონა გამიკვირდა კიდეც და მე მიყვარს ესეთი რაღაცები, რა ვიცი, ცოტა ფერადებით და რაღაცების გააჩნია როგორ ხასიათზე ვარ ხოლმე. იმის მიხედვით, ხანდახან არის ხასიათი ისეთი, რომ საერთოდ არ მინდა ფერადი, ხან პირიქით მინდა რომ ფერადი გავიკეთო თავზე. ხო და ეს ჩემი შვილი იქით აიმიდან გაჩვენებთ გულებს, რომლებიც შევიძლია და ახლა ვნახავ ერთი მაგულების ფასონ ჯერ სხვა რამეს გაჩვენებთ. შემდეგი დაგრეხილი სანთელი, რომელიც ვიყიდე მარიკოსთვის დაბადების დღისთვის, ტორტისთვის. სად არის?
აგერ ძალიან მინდოდა რაღაცა ცოტა განსხვავებული სანთლები არ მინდა რა ეს გამოჭრილი 4-იანი თუ რაღაცა აი არ მინდოდა რატომღაც და ძალიან დაბალი ფასი ქონდა სანთლებს ხოთა შორის იქ მე გამიკვირდა ძალიან გამაში გადავიხადე 2 ლარი და ნახეთ როგორი ლამაზია აი ულა წადი წაიღი მაჩვენ ერთი წუთი მოდი ჩემთან მაჩვენე მოდი წაიღი ძალიან ლამაზია შემდეგი და ამასაც არ გავსვი ხო ამაში ლარი გადავიხადე არაფერი განსაკუთრებული მაკიაჟის ღრუბელი ვიყიდე 2 ლარი და 1 თეთრი გადავიხადე რო გითხრათ ახლა რომ მაინც და მაინც მინდოდა ესენი არა მაგრამ რატომღაც ამ ბოლო დროს ხედავ რომ ვინაწილებ უკვე რაღაცა ცოტა დისკომფორტი შემექმნა არ ვიცი რატო ეთქვა ჭხილი ცოტა მედება ზედმეტად თუ რა ხდება ხო და მოდი ვცადო მეთქი იქნებ ამით მომეწონოს რაღაცების გადადღლაბნო სახეზე როგორ საყვარელი და ლამაზი მე მგონი მე ფერების გამო უფრო ვიყიდე ვიდრე იმის გამო რომ ჭირდება თამჭირდება მოკლედ ხო ლარი მიმიცია ამაში ხალხო მარიკო დააფარე ლარი მიმიცია ხალხო ამაში და არის n რაოდენობის 2 4 5 6 7 8 9 10 ცალია ესეთი წარმოიდგინეთ რამადენია ანუ გუგუნებთ ყველანი მარიამ დააფარე თქო ხო ეს ვთქვით და დაგვრჩა ბოლო წინდები ვიყიდე კიდევ და არაფერი განსაკუთრებული გოგოებო ეს ოცებლობში გამომიცვა ხოლმე აი ესეთი მე მილიონე წინდა ალბათ მე მილიონე რაღაცა ლარი და 20 თუ ლარი და 30 თუ რაღაც ეგრე ხით და მაგაზინით ამ კლასიაში ხოდე ეს ასე და ბოლო აი ლუკმას რო იძახიან რომ აი ეგ შემოგვინახეთ რომელშიც ნახოთ აბა რამდენი გადავიხადე სულ გადამიხდია 11 ლარი და 20 თეთრი აი ამ ჩემს სიყვარულ თასში რომელზეც გიჟდები ისე მიყვარს კიდევ იყო ერთი ავიღე რომელიც უნდა წამომეღო და ანუ რომ ნახე აი აშკარა დიდი იყო და მივხვდი რომ მაქსიმალს არ ვიყენებ სიმართლე გითხრათ ცოტა ღრმა არის უფრო ნაკლებად გაშლილი მერჩივნა და დაბალი ცომისთვის მაგრამ ხო ანუ არ არის მოკვეთებითები არ იყო ამიტომ ვიყიდე ასეთი ეს ჭირდება ცომისათვის არ არის პლასმასი კომფორტული და არც არის მისაღები დიდად ცომის დამუშავება პლასმასში ამიტომ ვიყიდე მეტალი და ასევე მინდა მეტალის სხვადასხვა ზომები რა კიდე 1-2 ცალი მინდა რომ ვიყიდო და აი ეს პლასმასები საერთოდ მოვაშორო და ვთქვათ ერთი პლასმასი დავიტოვო აი რაღაცა ესეთი რაღაცებისთვის რაც ის არის რა სხვა მხრივ აღარ მინდა რომ პლასმასი გამოვიყენო არც ხილის გასარეცხად და არაფერს და მინდა რომ მქონდეს მეტალი მოკლედ მეტალი თუ არ აღფრთოვანებული ყველაზე მეტად მე მგონი ამის ყიდვა გამიხარდა რასაც აქ რა ვიყიდე რომ პრინციპში ეს ვიყიდე და ერთი იატაკის ვედროდაის ანუ ღირებული რა აი ამაზე მეტად მაღალფასიანები რაც ვიყიდე თორე ახლა აი ამ რაღაცა წულმანებზე თორე რეალურად ახლა ისეთი არაფერი შემიძენია უბრალოდ იატაკის ის ძალიან მინდოდა შუშხუნა მინდოდა მეყიდა მარიკოსთვის მაგრამ ანუ ბევრი იყო ერთი ცალი არ იყო იქ ერთია მითითებული და მეორე მე უნდა შევიძინო ან არც შეიძინო შეგიძლია და მინდა რომ ორიენტო სავარაუდოდ ახლა ასე გადავწყვიტე ამიტომ იქვე გადავიხდი და მოიტანო ეგ შუშხუნა შენიჭირი მე ახლა სადაც მაგის თავი აი ვიცებო ცალკეული შუშხუნათან არ ვიცი როგორი ზომა შუშხუნაა და ახლა არა არ უნდა გახსნე ეგ უნდა წავიღოთ და ტორტს რომ მოვიტანთ შეუკვეთეთ მიკი მაუსის ტორტი შეუკვეთეთ გესმის მოკლედ ესეთი ამბები გადავიქანს კიდეს გეფიცებით კიდეს გასართობის აი მე ხალხო დღეს მივდივარ ჩემი ორი დამხდარი ნატიფი ტამფეხით ხო და
მის რაღაცნაირად ხმა რა კარგად გამოიყურები ხალბატონო. ახლა კარგად კი გამოვიყურებოდი, მაგრამ იქნება სხვაზე ალაპარაკი ხო? თავიდან ხო რა მოაძრო ვინმეს ხახას. გავაგრძელე ჩემი ნარნარი ფეხებით სიარული. ვა, კიდე მის ხმა რა კარგად გამოიყურები, არ გესმის ხალბატონო. მოვუბრუნდი უკან. რა ხედავ? მე უფალო მომდევ. გული იქნებოდა 37 წლის, არ ვიცი, ძნის მოდიოდა ხალხო. მოგორავდა. შეტავიძახე მე უთხარი, რა ლამაზად გამოიყურებ. კი დაო. დავუდექი ქურდულად, ასე კი არა. ასე, ქურდულად დავუდექი. მოდი აქა მე უთხარი. არ გაიწრი მე უთხარი. დისტანცია. მე უთხარი რომ მომდევ. მაგ მოჩლეხილი ფეხები მე უთხარი, მე იცი ვიდა ვარ. ვინაო? ჯერ მაგიტო ხარ გაცალაცხი რო არ იცი ვიდა ვარ მე უთხარი. მე ვარ ზისხივი ქუდოდი. შევინახარ მე უთხარი. მე აბა ისა ვარ ესა ვარ ვიღაც რა ჯარიც ვიცი ვიდა თქვა. და თიგო გონო თუ ლავრო თუ რა ვიცი რა მშრობა აკრა მიდგი და ის იყოს ხო? მე უთხარი. მე არ მიყვარს ედმეტი რაღაცები ბაბუ. თან ქურდულად ავიქნიე თავი. რომ მომსდევ მე უთხარი. იქნება ქმრის გვერდით მომდივარ ხო? ხო მარტო მიდიოდი. შევიკითხავს მე უთხარი რომ მარტო მიდიოდი. დაუშვათ ლაპარაკობ. მერეც კი არ გეტყოდიო. მე უთხარი. თუ გამოგეკიდე ხო და ამ კასტილით. ასე ვიქნიე ხა ეს მეორე ფეხს მოგტეხა მე უთხარი. თანა ჭუტავს იმ თვალს. ვინ შუკრავ თვალს მე უთხარი. ვაიმე, ხალხო გადამეკიდებ შუკანეს. სიცოცხლის ბოლო წუთები დავითვალე. შენ არ გიკრავ დაუ, ჯერ სალდორშენი დავარ მე უთხარი, მე დუმაღლო ჯარი მწერია. ხო და ქალბატონოო, გადადი ქალბატონოზე მე უთხარი, ჯერ და არა ვარ. თვალსა კი არ გიკრავ, თვალიო მეჭუტება. აჰა, თვალის გეჭუტება და რაღა დამინახე მე უთხარი და შემაფრიდი იმას ჯაქვია, ნესტოში. ნამუსო ზო. მე უთხარი აწისად მე თუ დამინახავ, ხო? ტრასისით გადადი მე უთხარი, რომ შენ გასწავლესი. ანა მე უთხარი, ხო? მზეს რო დაინახავ ამოს, ესე იგი მე მოვდივარ მე უთხარი და ჩეროში ამოყავი თავი იცო. სული ყავს მე უთხარი. რაღა დრო ჩემი ცოლია. სადაც არ მოგიყვანია მე უთხარი, არა მოკვდავ, აჰა მე უთხარი, შენ ხელში მოკვდავდა მარაშიძა. სუკა. ისე ვთქო რა ბრაზებდა მარა. რა ვიცი ხარ რომ მე დავყვები ხოლმე ნერვებს რა. არ იყო გასაბრაზებელი. კასტილით მომდევდა ხალხო. ახლა მოდი და გამავტყუ. ახლა კასტილზია მომასხა. სიომად უკვე გადამეკე. ჯერ არ მიცდობდა. რა ვიცი სადიბადება ის ხალხი, ანა სადაკურვა Facebook-ი არა გაქვს მე უთხარი. მაგ მე ხავერ ხედავ მე. ვირაო. ხოჭა მე უთხარი. ბაი.